იცოდით, რომ ერთ-ერთ პარალელურ სამყაროში ამერიკის მოსახლეობა ძირითადად ქართველებისგან შედგება? როდესაც მე-15 საუკუნეში საქართველოში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოლუმბმა ახალი მიწები აღმოაჩინაო, ქართველების დიდი ნაწილი ემიგრაციაში გაემგზავრა. მას შემდეგ იწყება ქართველების მიერ ამერიკის დაპყრობა. ისინი იმდენად გამრავლდნენ, რომ მე-19 საუკუნეში ერთმანეთში ომიც კი ჰქონდათ. დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ აღმოსავლეთ საქართველოს წარმომადგენლებს, თუმცა ეს ომი ზავით დამთავრდა. ზავის შემდეგ მათ აცნეს მსოფლიოს ახალი სახელმწიფოს წარმოქმნა თავისი დროშით და დედაქალაქით სულავა, პირველი პრეზიდენტის ბესიკ სულავას საპატივცემლოდ. სახელმწიფო ენად გამოცხადდა ქართული. ზოგიერთ შტატში მას მეგრული ენაც დაემატა. ფულის ერთეულს ლარი დაერქვა. 100 ლარიან კუპიურაზე გამოსახულია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი ბენო ფრანგიშვილი, 50 ლარიანზე კი გამოსახულია პრეზიდენტი არველოდი გრანტია. მთავარი ქალაქი გახდა ახალი აბაშა, რომელიც მდინარე ჰუძონულას სანაპიროზე აშენდა და მსოფლიოს არაფორმალურ დედაქალაქად იქცა. სხვათა შორის კიდევ რამოდენიმე პარალელურ სამყაროში ქართველები შეადგენენ სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობის უდიდეს ნაწილს.